ერთ-ერთი პრობლემა თანამედროვე ადამიანის. თქვათ, შეიძლება სახარებაში, ანუ ღვთის სიტყვაში დაინახოს სიბრძნე, მაგრამ უარი თქვას ეკლესიაზე. იმიტომ რომ ინტელექტუალური წვდომა თეოლოგიური წიგნებისა და წმინდა წერილისა იოლია, მაგრამ ცხოვრება ისე რომ ქრისტეს დაემსგავს რეალურად, არაზნეობრივი ნორმით. ჩვენ ხშირად რა გვემართება, იცი რომ ჩვენ ვთქვით ზნეობრივად ვიცხოვროთ, ზნეობრივად. და ხშირად გონია რომ ეს არის ქრისტიანული ცხოვრება და მე ხა მაგალითები რომ მოვიყვანე, ხო? იგივე ჯვარცმული ავაზაკის, იგივე მეწაღეს და ასე შემდეგ. აქ ზნეობრივი ნორმები არ არის საკმარისი რომ ღმერთს გავდე. იმიტომ რომ ზნეობა ეს არის ადამიანური ბუნების როგორ გითხრათ, თვისება. ზნეობრივი ქრისტე ესეთ რამეს ამბობს. იგავური სახით ამბობს და ეხლა მე იგავს არ მოვყვები და იმიგავის არსი ესეთია რომ როცა ადამიანი რაიმე სიკეთეს აკეთებს და მას გაუჩნდება თავში ესეთი აზრი, რომ იცი აი მე სიკეთეს ვაკეთებ, სულ სიკეთეს ვაკეთებ და აი მე ვარ ესე იგი მე კარგი ვარ. ქრისტეუნება ესეთ რამეს შენ ჩემგან ამისთვის რომ სიკეთეს აკეთებ, მადლობაც კი არ გეკუთვნის. შენ უნდა უთხრა საკუთარ თავს რომ მე ჩემ ვალდებულებას აღვასრულებ. ადამიანებს ეს არ ესმით ხოლმე ხშირად. და ნუ თუ როცა არ ესმით, მე ჩვენ ესე განუმარტავთ. აი წარმოიდგინეთ მოვიდა მამა სახში და ცოლშვილს ეუბნება. აი შვილებო, ცოლო, მეცით რა კარგი მამა ვარ. რათა მამიკო, იმიტომ რომ გინახავთ. ან დედა ეუბნება თავის შვილებს, მეცით რა კარგი დედა ვარ. რათა დედიკო, იმიტომ რომ გზდით, გაგაჩინეთ. გესმით? ან თქვათ მეზობელს ეუბნები, რომ მეც რა კაი მეზობელი ვარ, რატო? როცა გაგიჭირება დაგეხმარები და კაი მეზობელი ვარ. ან თქვათ რიგითი ქართველი ამბობ, მე კაი ქართველი ვარ, რატო? სამშობლო მიყვარს. მოვიდა ფუტკარი და ბზუ იძახის. მეც რა კაი ფუტკარი, რატო? თაფლს ვაკეთებ. ანუ რაღაცა არსება, ამ შემთხვევაში ცხოველი, ძროხა ამბობს, მე რა კაი ძროხა, რატო? ძეს ვიწურე, აბა რა უნდა ქნა. ფუტკარი, აბა რა უნდა ქნა. ძაღლი იცავს თავის ეზოს. რა კაი ძაღლი ვარ, აბა რა უნდა ქნა. ანუ ადამიანი კარგი დედაა, კარგი მამა, კარგი თანამშრომელია, კარგი მეგობარია, მასწავლებელი შემოვიდა და ესე იგი მე ისეთი კარგი მასწავლებელი ვარ. რატომ? გასწავლით, აბა რა უნდა ქნა. და ადამიანი განვაზოგადოთ. მე ესეთი კარგი ადამიანი ვარ და რატო? ზნეობრივი ვარ და იმიტომ. რატო ხარ კარგი? ზნეობრივი ვარ და იმიტომ ვარ კარგი ადამიანი. ხო აბსურდია. ნახეთ, როგორც კი ცოტა ესე გაშარჟებულად წარმოვიდგეთ, იმ წამს ხვდებით იმ ადამიანის ადამიანური მოსაზრების აბსურდულობას, რომელიც თვლის, რომ რადგან ზნეობრივად ცხოვრობ, ესე იგი შენ ქრისტიანი ხარ, არა? ეს ადამიანური ბუნების თვისება და მეტიც ვალდებულება. მე არც მეტი არც ნაკლები. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ და ჩვენ ქრისტიანები ვხვდებით მხოლოდ იმით, რომ ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ზნეობა, როდესაც ადამიანი იწყებს სიცოცხლეს როგორც მარადიული არსება და ემსგავსება და უკეთესი არა სხვა ადამიანზე თავისი ჭკუით, არამედ ემსგავსება ქრისტეს. და ამიტომ უჭირთ ხოლმე საერთოდ თქვათ ასეთი ტიპის ადამიანებს ქრისტე სახარებასაც განმარტავენ, ღვთისმეტყველების შეიძლება პროფესორიც კი გახდეს ადამიანი, მაგრამ აი რეალური ქრისტიანული ცხოვრება არ შეუძლია. და როდის ჩანს ეს? როცა ეფერებიან ეს არ ჩანს. და როცა ერთ ლოყაში გაულაწუნებენ, იმ წამსო გამოჩნდება, იმიტომ რომ მეორე ლოყას კი არ მოგიშვებს. ისე გამოგილაწუნებს. გესმით? აი ექსტრემალურ სიტუაციაში იმ წამსო გამოჩნდება. აი ესა